ელექტრონული კომერციის ბიზნესის კეთება ძვირია, ან ელექტრონული კომერციის ბიზნესის კეთება რთულია და რამე განსაკუთრებულ ცოდნასა და უნარებს მოითხოვს, ეს სტერეოტიპები დავანგრიოთ და ვთქვათ, რომ ასე არ არის. სოფელში ჯერ კიდევ პრობლემაა ინტერნეტთან წვდომა, ციფრულ ტექნოლოგიებთან წვდომა. ის საქმე ვაკეთოთ, რაც მოგწონს. რისი კეთებაც გვიხარია. ოჯახი როგორ დაავტოვო, რომ ვთქვათ, იგივე ბიზნესი მიიღო, მეწარმეობას მიიღო, ხელი ამას დიდი ენერგია, დიდი დრო ჭირდება. სამსახურის დაწყებაზეც არაერთხელ მოგვისმენია. ეკონომიკურ განვითარებაში ქალების ჩართულობა 40%-ით ნაკლებია საქართველოში ვიდრე კაცების. მოგესალმებით, ეს გადაცემა ქალის ხმა, მე მისი წამყვანი ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. ეკონომიკური თავისუფლება ის არის ძალა, რომელიც ქალებს აძლევს არჩევანის უფლებას, აძლევს ქალებს საშუალებას იყვნენ საკუთარი ცხოვრების შემოქმედები, ავტორები. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ნათია ნინიკელაშვილი, სოფლიდანჯის დამფუძნებელი, მას მაყურებელი იცნობს. დიდი მადლობა ნათია, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მაყურებელს მიხვდება, რაზე ვისაუბრებ. თქვენ ხართ ის ადამიანი, შემიძლიათ ამათ თქვა, რომ ბევრ ქალს მისცა საშუალება, რომლის ხმა არავის ესმოდა, ასე ვთქვათ, შორს იყვნენ საზოგადოებისგან, ასე ვთქვათ, თქვენ მიეცით ამის საშუალება, რომ ისინი გამოსულიყვნენ, ვთქვათ, უფრო მათი ხმა გაიგოთ ყველას და მათი შესაძლებლობები გაზარდეთ, მათ გაუჩინეთ ახალი პერსპექტივები, არა მხოლოდ ქალებს, ბევრ ოჯახს, ხო? კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად. შორენა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ინტერესისთვის. კი, სოფლიდანჯი იყო ერთ-ერთი პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში, რომელიც 2015 წელს შეიქმნა და მან დააკავშირა სოფელი და ქალაქი ერთმანეთთან. ჩვენ ვამბობდით ხოლმე, რომ ხიდი არისო სოფლიდანჯიო, ქალაქსა და სოფელს შორისო, რომელიც ორივე მხარეს მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა ერთმანეთთან დაკავშირებაში, პროდუქტის ყიდვაში, პროდუქტის გაყიდვაში და ქმნიდა, რა თქმა უნდა, ახალ შესაძლებლობებს ელექტრონული კომერციის სივრცეში, როგორც ქალებისთვის, ასე კაცებისთვის. სანამ უშუალოდ კითხვებზე გადავალ, მინდა გადაცემის დასაწყისშივე შეგაფასებინო ქართული მედია ჯგუფის წამოწყება ახალ პლატფორმაზე, რომელზეც ჩვენ გქონდა დღეს საუბარი. ეს არაჩვეულებრივი ინიციატივაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს ესმოდეთ ყველა პოზიცია, რაც შეიძლება გაჟღერდეს ეკონომიკასთან მიმართებაში, პოლიტიკასთან მიმართებაში და მისცეს მათ შესაძლებლობა, რომ თავისი აზრი დააფიქსირონ მყარად და თავისუფლად. ნათია, მინდა გკითხოთ, როდესაც სოფლიდანჯის აფუძნებდით, ეს იყო წმინდა წყლის თქვათ ბიზნესი ინტერესი თუ თავიდანვე გაცნობიერებული გქონდათ, რომ ეს აძლიერებდა ბევრ ქალს, ანუ სოციალური პლატფორმა იყო, ასე ვთქვათ, ხომ სოციალურად ანუ განვითარების საშუალებას აძლევდა მათ. აი, თავიდან რომ მოგვიყვეთ რა. ძალიან კარგი კითხვაა, შორენა, იმიტომ რომ ერთხელ ერთმა ჭკვიანმა ბიზნესმენმა კითხა, ზუსტად ეს კითხვა დამისვა, რომ ესო ბიზნესიაო, სოფლიდანჯიო თუ სოციალური პროექტიაო და ცოტა შევიცხადე, რომ როგორ მეთქი კაცო, ხა ბიზნეს ვაკეთებ ეს ამ ხელა ქალი და რას მეკითხება თქო, მაგრამ რომ დავფიქრდი იყო ამაში სიმართლის მარცვალე, იქიდან გამომდინარე, როგორც აღვნიშნე, უკვე რომ ეს იყო ხიდი სოფელსა და ქალაქს შორის და შესაბამისად ქმნიდა დამატებით შესაძლებლობებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მანამდე უფრო რთულად აკეთებდნენ ამ საქმეს. მაგალითად, ფერმერებისთვის, რომელმაც შეძლეს და გახდნენ ბრენდი სოფლიდანჯის მეშვეობით და მეტი შეძლეს, რომ ეთქვათ თავის პროდუქციაზე, თავის შრომაზე. სოფლიდანჯი მიდიოდა მათთან და იღებდა მათ ყოველდღიურ საქმიანობას, აგროვებდა მასალას მათი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, რათა მომხმარებელთან მარტივად დაეკავშირებინა. აძლევდა მათ საშუალებას ახალი ელექტრონულ სივრცეში ან ონლაინ სივრცეში გაყიდვის შესაძლებლობას, რომელიც მანამდე მათ არ ჰქონია და რაც მთავარია, ფერმერებმა, რომლებიც სოფლიდანჯისთან თანამშრომლობდნენ წლების განმავლობაში, დღეს იციან, როგორ დააპოზიციონირონ თავისი პროდუქტი არა მარტო ოფლაინ სივრცეში გასაყიდად, არამედ ონლაინ სივრცეში წარმატებით გასაყიდად. ამიტომ ახსენ გადაცემის დასაწყისში, რომ ბევრი ქალის ხმა გაიგო მთლიანად საქართველოში, ეს იყო რა ის მათი ისტორიებსაც ყვებოდით, ხო? კი ბატონო, სხვათა შორის ქალმა ფერმერებმა უნდა აღვნიშნო, შეიძლება მიკერძოებაში ჩამომართვათ, მაგრამ ბევრად მალე აუღეს ალღო ონლაინ პროდუქტის გაყიდვას, ვიდრე კაცებმა. ანუ უფრო ტრადიციული გზები ეს ალტერნატივად მალე მიიღეს ქალმა ფერმერებმა ეს საქმე და
ძალიან წარმატებითაც აკეთებდნენ ამას და ეფექტურად თანამშრომლობდნენ ჩვენთვის. და კი, ბევრი ქალი, რომელიც ჩვენ თუ სტატისტიკას დავეყრდნობით, სტატისტიკა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფერმერული მეურნეობების მფლობელები უფრო კაცები არიან, 60% საქმისას აკეთებენ ქალები ფერმერულ მეურნეობაში, სადაც მათი ხმა და მათი როლი დიდად არ ჩანს, იმიტომ რომ ისინი არ ითვლებიან ამ აქტივის მფლობელებად, იურიდიულად მათ არ ეკუთვნის ეს აქტივი, მათ არ ეკუთვნით ბიზნესი. შესაბამისად, კაცები უფრო ჩანან ამის ოუნერებად, მაგრამ სინამდვილეში ქალის როლი ძალიან დიდია. შესაბამისად, როგორც კი მათ გაუჩნდათ იმის შესაძლებლობა, რომ ონლაინ გამოჩენილიყვნენ, მათი სახელი მეტად წინა პლანზე გადმოსულიყო, მაშინვე ჩავლეს ამ შესაძლებლობას ხელი და კარგად გამოიყენეთ. ძალიან კარგი, ნამდვილად სასიამოვნოა ეს, რომ აი სწორედ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასაც დასაწყისშიც საუბრობდი და მათ აძლევს კიდევ ერთხელ გამიმეორებ არჩევანის უფლებას იყვნენ ისინი საკუთარი ცხოვრების ავტორები. იცით ნათია თქვენ რომ შიდა ქართლი გამოირჩევა აგრარული პოტენციალით, ხომ? აქ ბევრი ქალი ძირითადად არის სოფლის მეურნეობის მიმართულებით დასაქმებული სოფლად ცხოვრობი ქალები. აქ ცხოვრობენ ბევრი ქალი ცხოვრობს, რომლებიც უწევთ მათ ყოფნა, თავის საქმიანობის განხორციელება კონფლიქტის საოკუპაციო ხაზთან, კონფლიქტის პირას. ესეც ბევრი რისკებთან არის მოგეხსენება დამოკიდებული, ასევე არის კლიმატური პირობები. ბოლო წლებმა დაგვანახა, რომ მათ ეს შრომა შეიძლება ითქვას, რომ წყალში ჩაეყარათ ბევრჯერ, ხო? აი ამგვარი ბარიერების გამო იგივე რომ მათ ესენი შეიძლება ახლა გვისმენენ და იტყვიან ისინი რომ მე როგორ შემიძლია ვთქვათ ესე ონლაინ გაყიდვები ჩემი პროდუქციაც გახდეს უფრო მოთხოვნადი. ხშირად ისინი ჭირს აკეთებენ, ჩურჩხელას, ტყლაპს, ტრადიციულ ასე ვთქვათ ნუგბარს აკეთებენ და აი რას ეტყოდით ამგვარ ბარიერებზე? ბევრმა მე ჩემთან პირადად საუბარშიც ვთქვათ რომ დაანებებს ამის გამო ვთქვათ სოფლის მეურნეობა. ზოგადად ნებისმიერი ბიზნესის და ვაჭრობის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული წესრიგი, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, რომელიც რა თქმა უნდა სახელმწიფოს პრეროგატივა არის და სახელმწიფოს რესურსი უნდა იხარჯებოდეს ამაში, რომ გზა იყოს, ხიდი იყოს, ხო? ანუ რაღაცა მანქანა იყოს, ის იყოს, ეს იყოს და შესაბამისად არა მარტო ქალებს, არამედ კაცებსაც უჭირთ ამ ინფრასტრუქტურული გამოწვევების გადალახვა, როდესაც რაღაც პროდუქტის გაყიდვა უნდა. აი ზუსტად ელექტრონული კომერცია, ზუსტად ის არის, სადაც მეტნაკლებად ეს პრობლემები უფრო ნაკლებად უშლის ხელს ადამიანებს. ხო, ამისთვის საჭირო არის რომ ის სტერეოტიპები, რაც არსებობს ზოგადად ქართულ საზოგადოებაში, რომ ელექტრონული კომერციის ბიზნესის კეთება ძვირია, ან ელექტრონული კომერციის ბიზნესის კეთება რთულია და რამე განსაკუთრებულ ცოდნასა და უნარებს მოითხოვს, ეს სტერეოტიპები დავანგრიოთ და ვთქვათ, რომ ასე არ არის. დიდი ხანია უკვე სოფლიდან 2015 წელს შემოვიდა ბაზარზე, მაშინ გლოვო და ვოლტიც არ იყო საქართველოში და არავინ არაფერი არ იცოდა ამ სფეროს შესახებ, მაგრამ მე ერთმა ჩვეულებრივმა გოგომ ამის გაკეთება შევძელი. შესაბამისად თუ მე შევძელი, ყველას შეუძლია ამისი გაკეთება. ეს პირდაპირ ტოლობის ნიშანი შეგვიძლია აქ დავწეროთ. და მით უმეტეს ამ 10 წელიწადში კიდევ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, ხო? შეიცვალა ის, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ცოდნა ამ სფეროს შესახებ. ბევრმა ფინანსურმა ინსტიტუტმა დაიწყო ამ საქმეში ინვესტიციის ჩადება თუ კონკრეტულად ტექნიკური დახმარება ამ სფეროს განვითარებისთვის. შესაბამისად, ქალებს ხარისხიანი ცოდნაზე ხელმისაწვდომობას თუ შეუქმნით ამ მიმართულებით, რომ იცოდნენ როგორ გააკეთონ, რა გააკეთონ, რომ არ ეგონოთ რომ რთულია, რომ ნახონ მაგალითის ძალა, რომ ვიღაცას ეს უკვე გაუკეთებია, მათთვის ბევრად ადვილი გახდება იმის ელექტრონული კომერციის როგორც შესაძლებლობის გამოყენება თავის საქმიანობაში. ბატონო, ჩვენ ხშირად გადაცემაში ვისაუბრია იქ ვტრიალებ ისევ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე, რომ ხშირად ქალი მე ოჯახი როგორ დაავტოვო, რომ თქვათ იგივე ბიზნეს მიყო, მეწარმეობას მიყო ხელი, ამას დიდი ენერგია, დიდი დრო ჭირდება, სამსახურის დაწყებაზეც არაერთხელ მოგვისმენია, ხო? აი მაყურებელს რომ აუხსნათ, ძლიერი ქალი არის თუ არა ძლიერად ეკონომიკურად ძლიერი ოჯახი. აი ამ კუთხით ვამბობ, აი თუნდაც მეწარმე და ბიზნესი მენი ქალი და ასე შემდეგ. მოკლედ გაეროს კვლევები ამბობს, რომ
ეკონომიკურ განვითარებაში ქალების ჩართულობა 40%-ით ნაკლებია საქართველოში ვიდრე კაცების. შეიძლება ცოტა მოძველებული სტატისტიკაა და ოდნავ გაუმჯობესდა სიტუაცია, მაგრამ რაც ჩემს ყურამდე მოსულია, იმას ვამბობ. ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ აქ საქმე იმაში აღარ არის, რომ ქალი კაცის თანასწორია თუ არა თანასწორია, რომ განვითარება ქალისთვის მნიშვნელოვანია და სოციალიზაცია მნიშვნელოვანია და მე როგორც ქალს მინდა რომ ჩემი შრომაც და ჩემი უნარებიც ჩანდეს, აქ საქმე პირდაპირ მიდის ციფრებთან, ხო? ეს სტატისტიკა გვეუბნება, რომ თუ ქალების როლი გაიზრდება ეკონომიკაში, უფრო მდიდარი იქნება ქვეყანა. შესაბამისად, უფრო მდიდარი იქნება ოჯახი და შესაბამისად უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ქალსაც იმ ოჯახში, კაცსაც და ბავშვსაც, რასაც ქვია ღირსეული ცხოვრება, ღირსეული ბავშვობა და ღირსეული ხანტაზმულობა. კი ბატონო. ანათია უცხოარ არის, რომ ბევრ სოფელში ჯერ კიდევ პრობლემაა ინტერნეტთან წვდომა, ციფრულ ტექნოლოგიებთან წვდომა და აი რას ეტყოდით ქალებს, თქვენ როგორ შეგიძლიათ ამ მიმართულებით გააძლიეროთ, თქვათ რომ მათ როგორ გამოიყენონ ეს ციფრული ტექნოლოგიები საკუთარი საწარმოს თუ საკუთარი ხელსაქმის წინსვლისთვის, ასე ვთქვათ. როგორც აქამდეც აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ქალების ხელმისაწვდომობა ხარისხიან ცოდნაზე. მე ხარისხიანს ხანდახან ხშირად იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ცოდნის ხარისხი, ცოდნა შეიძლება ბევრია ჩვენს გარშემო, ბევრი ტრენინგის შესახებ გვესმის, ბევრი კურსის შესახებ გვესმის, მაგრამ ხარისხიანი ცოდნა არის ნაკლები. შესაბამისად, თუ ქალები მოახერხებენ იმას, რომ ხარისხიან ცოდნაზე ხელი მიუწვდებოდეთ, იმ თავის მიმართულებაში, რა მიმართულება უნდათ რომ ძალები მოსინჯონ, ეს მათ ბევრად უფრო გაუმარტივებს საქმიანობას. ეს არ ეხება მხოლოდ ონლაინ პრაქტიკებს, ხო? ანუ ბიზნესი ოფლაინ მიმართულებას და ონლაინ მიმართულებაც მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარებს მოითხოვს ბიზნესის მართვის კუთხით. შესაბამისად, ამ მიმართულებით უნდა ეძებონ ქალებმა კარგი პრაქტიკები, კარგი გამოცდილების გაზიარება, რომ მერე შეძლონ თავისთვის სასურველი და საყვარელი საქმის კეთება და ონლაინ ვერსიას, ონლაინ შესაძლებლობას, როდის მოაშენებს თავის ბიზნესს, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იქნება მომავალში. კი ბატონო, როგორც წარმატებული მეწარმე ქალი, რას ეტყოდით ქალებს შიდაქარიდან, კასპიდან, ხაშურიდან, ქარელიდან და გორიდან, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს, რას ეტყოდით, თქვათ რომ რომლებიც თვლიან ვისაუბრეთ ამაზე, მაგრამ უფრო სიღრმისეულად მინდა შევეხოთ. რას ეტყოდით მან, ვინც თვლის რომ მეწარმეობა მათი საქმე არ არის როგორც ქალების? მე ბევრ ხალხს გაუგებდი, რომ ვთქვათ, რომ მეწარმეობა მათი საქმე არ არის. ანუ თუ ადამიანი თვლის, რომ მეწარმეობა მისი საქმე არ არის, ესეც ძალიან მისაღები პასუხია, იმიტომ რომ ყველას სხვადასხვა რაღაცა გვაინტერესებს და ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ქალებმა შევძლოთ და მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ ეს რთულია, ის საქმე ვაკეთოთ, რაც მოგწონს, რისი კეთებაც გვიხარია, რის გამოც დილით ავდგებით და აუნაზღაურებელ ოჯახურ შრომასაც სიამოვნებით შევეჭიდებით, იმიტომ რომ ვიცით, რომ ამას რო დავასრულებთ, რაღაცა ჩვენი საყვარელი საქმე უნდა გავაკეთოთ და მე მინდა ყველა ქალს უთხრა, რომ არაფერი არასოდეს არ არის გვიანი, შეიძლება ბავშვობის ოცნებაც კი, რომელიც რაღაცების გამო ვერ ავისრულეთ, იმიტომ რომ ნადრევად შევებით ოჯახურ უღელში, იმიტომ რომ ისევ და ისევ აუნაზღაურებელი საოჯახო შრომა გვაწევს, მოხუცის მოვლა გვაწევს კისერზე, ხო? არასოდეს არ არის გვიან, რომ როდესაც ჩვენი ოცნებები ავისრულოთ და პატარ-პატარა ნაბიჯებით შევძლოთ და ის ვაკეთოთ, რაც სიამოვნებას გვანიჭებს. კი ბატონო, აი საყვარელი საქმე ახსენეთ და ალბათ თუ ისე მეწარმეობის ირგვლივი ტრიალებ ხარისხს აქვს ხომ დიდი მნიშვნელობა წარმატებისთვის, ეს უპირველესია. აი ამასაც რას ეტყოდით, რომ ის არა მარტო რომ საყვარელი საქმე, რაც გამოსდით, აი ამაზე რას ეტყოდით? კი, ანუ საყვარელი საქმე თავისთავად ჩემთვის ტოლობის ნიშანს სვავს ხარისხთან, იმიტომ რომ რაღაცა რაც ვიყვარს, იმას ყოველთვის კარგად ვაკეთებთ, ხო? სად სამსახურში თუნდაც მიდიხარ და ეს სამსახური არ გიყვარს და ამის კეთება არ გიყვარს და საათზე იყურები, ხო? იქ ხარისხზე ლაპარაკი ზედმეტია. მაგრამ საქმე, რომელიც გიყვარს, იქ აღარც დროს უყურებ, აღარც დაძაბულობას, აღარც დაღლას, ხო, ავტომატურად სიამოვნებით აკეთებ და მაგას ამბობ, ჩემი ლექტორი ამბობდა ხოლმე, რომ იპოვეთ ისეთი საქმეო, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ და ეს არასოდეს არ იქნება თქვენი სამსახურიო და ეს ავტომატურად ნიშნავს ხარისხიანად
ამ საქმის კეთებას. კი ბატონო, ნათია, მინდა გკითხოთ ისიც, თქვენი დაკვირვებით ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა თუ არა, ვთქვათ, მეტად გახდათ თუ არა ქალი უფრო მეტად დამოუკიდებელი ეკონომიკურად, აი სწორედ ამგვარი ნაბიჯებით, რომ მან დაიწყო საკუთარი საქმიანობა, სოფლად ცხოვრებ ქალებზე მინდა უფრო აქცენტი გავაკეთოთ, აბლა გაიზარდა თუ არა ასეთი ქალების რიცხვი. გარდა ჩემი მეწარმეობით საქმიანობისა, მე ძალიან დიდი ხანი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდი და არაერთ პროექტს ხელმძღვანელობდი ქალების ჩართულობით და ჩემს ხელში 200-ზე მეტ ქალმა მეწარმემ გაიარა, რომელსაც უზიარებდით გამოცდილებას, ვეხმარებოდით ტექნიკური თუ ფინანსური რესურსით და შესაბამისად ვასწავლიდით, უბრალოდ ვამოტივირებდით, რომ ის საქმე ეკეთებინა, რაც უყვარდა და რაც ეხალისებოდა. და კი, ალბათ ვიტყოდი, რომ კი, ქალებმა და ქალების შემთხვევაში ძალიან ერთი ისეთი დაკვირვება მაქვს, რომელიც მიყვარს და ყველა ქალს უზიარებ ხოლმე, რომ ძალიან მუშაობს ქალების განვითარებაში, დიდი წვლილი შეაქვს ერთმანეთთან ურთიერთობას. ანუ თუ მოახერხებს ორგანიზაცია ან ადამიანი, რომ ეს ადამიანები ერთად დასვას და ერთმანეთს დააკავშიროს, ბევრად უფრო მეტ ღირებულებას ნახულობენ ეს ადამიანები, ქალები ერთმანეთის მოსმენით, ერთმანეთის საქმიანობაში ჩართულობით და პოულობენ ერთმანეთთან დამაკავშირებელ გზებს, რომელიც მე ბიზნესშიც და სოციალურადაც ძალიან ეხმარებათ და აქტივი იქნება, სოციალური ძალიან დიდი. აქედან გამომდინარე, ქალების დაკავშირებამ ამ პროექტის საშუალებით მე ვფიქრობ, რომ ეს ქალები ძალიან გაზარდა. იმიტომ რომ ხანდახან ადამიანებს უბრალოდ გვჭირდება ხოლმე რომ მოვისმინოთ, რომ ვიღაცაც ზუსტად ჩვენნაირი გოგოა, ვიღაცას ზუსტად ეს პრობლემა ქონია, ეს გამოწვევა ქონია და აი ესე მოუგვარებია, რომ დავიჯეროთ, რომ ჩვენც შეგვიძლია ამისი გაკეთება და კიდევ ამბობ, ანუ დღეს ისე აღარ უდგას ამ ქვეყანას საქმე, რომ გვინდა თუ არა, რომ ქალი დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი იყოს. ჭირდება ქვეყნის ეკონომიკას, ხო? ჩვენ თუ გვინდა რომ მდიდარი ქვეყანა გქონდეს, 2 ხელი უფრო მეც გააკეთებს თუ 4, ხო? ანუ 4 ხელი უფრო მეტ რესურსს აგენერირებს და მეტ ღირებულებას ქმნის, ვიდრე 2, ეს არის მესამე კლასის მათემატიკა. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს კი მომდევნო გადაცემამდე დამემშვიდობები.